პირბადეები გაიგეთეთ, კი, აუცილებლად, პირბადეები გაიგეთეთ, აუცილებლად. ანტიგენი მეგობრებო, ეხლა ჩავერთვებით, მინდა მივესალმოთ ჩვენ Facebook-ის მხარდამჭერებს და წევრებს, რამოდენიმე წამში დავიწყებთ. მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პოლიტიკურ პარტია ლელო საქართველოსთვის ჩატარდა გაფართოებული პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა 31 ოქტომბრის არჩევნებს, მოხდა კიდევ ერთხელ შეფასება იმ გაყალბებული არჩევნების და ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი სია, საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს არჩევნების, გაყალბებული არჩევნების შედეგად. ეს არის გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება საერთოდ ქვეყნისთვის, როცა ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ცუდი დემოკრატიისთვის, თუმცა სხვა გამოსავალი იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ახალ ეტაპზე, გადავიდეთ ახალ დემოკრატიის მშენებლობაზე, სამართლიანი არჩევნების ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებაზე, ამ ქვეყანაში სამწუხაროდ მოგვიწია ამ ნაბიჯის უკვე ოფიციალურად გაფორმება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია ამ პოზიციას და ესეთ პრინციპულობას ლელო საქართველოსთვის ყოველთვის დაიცავს იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ის ხმები, რომელიც ჩვენ მოგპარეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ არასდროს არავინ და ვერავინ ვერ გაბედოს ადამიანებისთვის ხმების მოპარვა. დიდი მადლობა. ხვალ როგორც იცით, იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის ცერემონია, დავარქვათ ესე და შეთანხმება და ხელის მოწერის ცერემონია, ხოლო ჩვენ რომელსაც ჩვენ უკვე დღევანდელი გადაწყვეტილებითაც შეუერთდებით და იურიდიულად, ამას უკვე ჩვენი იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად. ალე კოლისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ალე კოლისაშვილმა თქვა, რომ მე მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ გვესმის სამწუხაროდ ეხლა გვაქვს ეს მოცემულობა, როდესაც მხოლოდ ერთი პარტია აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილობას, ეს არის ქართული ოცნება, დანარჩენი ყველა ოპოზიციური პარტია ცალსახად აცხადებს, რომ ის ჩატარდა დიდი დარღვევებით და ჩვენ თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, ჩვენ შემდგომ არჩევნებსაც ანალოგიურ დარღვევებით მივიღეთ. ამიტომ გადაწყვიტა პარტიამ დღეს, რომ გამოიწვიოს სია და უარი თქვას მანდატებზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვამბობთ უარს დიალოგზე ქართულ ოცნებასთან, დიალოგს ჩვენ გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნების თაობაზე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა განმოხდოთ პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში და პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ ჩვენ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებზე, ამ ახალი არჩევნების ჩატარების სისტემაზე და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, რომ ჩვენ მოვახერხოთ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ გაყალბებული, დამახინჯებული არჩევნების პრაქტიკა ამ ქვეყანაში. ბატონ ბადრი, თუ უარს არ ამბობთ დიალოგზე, რატომ არ გაიმართა მაშინ დღეს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი? ჩვენ გვაქვს ინფორმაციაც, რომ პირადად გადაეცით დიალოგში სრულიად ოპოზიციის სახით სათქმელი, რომ დღეს არ უნდა შემდგარიყო ეს შეხვედრა, მაშინ რა ასემსახურებოდა ეს ყველაფერი?
ეს ყველაფერი რას გულისხმობთ? ანუ მაგ დღეს არ გაიმართა ხო დიახ, ეს დღეს არ გაიმართა იმის გამო გადაიდო შეხვედრა ორშაბათისთვის, რომ ჩვენ სამწუხაროდ მოვისმინეთ გუშინ ძალიან აგრესიული განცხადებები ქართული ოცნების მხრიდან და როდესაც შენ ემზადები მოლაპარაკებისათვის მეორე დღეს და წინა დღეს აცხადებს, რომ შესაძლოა ერთ-ერთი პარტიის რეგისტრაციის გაუქმებაც დაიწყო მუშაობა და ამავდროულად შეუწყვილო პარტიული დაფინანსება ყველა პარტიას, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ არ შევიდეს საპარლამენტში, მე ვფიქრობ, ესეთი განცხადებები აბსოლუტურად დაანგრევს მოლაპარაკების ატმოსფეროს და დღეს მოლაპარაკებები ამ განცხადების შემდეგ იქნებოდა ძალიან დაძაბულ ვითარებაში და ნაკლებად პროდუქტიული. ამიტომაც ოპოზიციურ პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები გადადებულიყო ორშაბათისათვის. ალეკ ორისაშვილის განცხადება, თუ შეიძლება გავაგრძელებთ თვითონ დავასვამდე. ალეკ ორისაშვილმა თქვა ასეთი რაღაც გუშინაც დღესაც, რომ ის 20 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიიტანა ოპოზიცია, მალე აქედან 99% თითქმის არის შეთანხმებული, თუმცა არიან პოლიტიკური ძალები და ის ასახელებს ევროპულ საქართველოს, რომლებიც უშლიან ხელს ამ მოლაპარაკებებს. დღეს დაწერეს კიდეც, რომ უმანდატო ვიგა ბოკერიაო, გიგი უგულავასო მიყავს ოპოზიცია ერთ ხიძეო და იქნა დააწევინებსო ეს მანდატებიო და უშლის არის თუ არა რეალურად ოპოზიციაში პოლიტიკური ძალა, რომელიც უშლის ხელს ამ მოლაპარაკებებს, ან როგორია პოზიცია თქვენი და მე მინდა ცალსახად რამდენიც ვიღებდი მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში და აქტიურად ვიყავი ჩართული და ეხლაც ჩართული ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ვცდილობთ, რომ მოვახერხოთ ორშაბათს ამ შეხვედრის ორგანიზება. არც ერთი პარტია არ უშლის ხელს მოლაპარაკებებს. უმნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობთ. ორ საკითხზე შეთანხმებას არ აქვს მიღწეული. ორ უმნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული. მე ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით. ორ უმნიშვნელოვან საკითხზე 4-დან. ეს ეხება ვადამდელ არჩევნებს დანიშნვის თარიღს და ეს ეხება პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის წარმართის საქმეების შეწყვეტას და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლებას. ამ ორ საკითხზე შეთანხმება ჩვენ ქართულ ოცნებასთან არ გვაქვს. მე ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით. საგამოწევ კომისია დაეხავა ლევა.